მაღალმთიანი კურორტი ბეშუმი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან უამრავ დამსვენებელს ყოველწლიურად მასპინძლობს. ზღვის დონიდან 2500 მეტრზე გაშენებულ დასახლებას წლების წინ მხოლოდ ადგილობრივები იყენებდნენ. თუმცა ახლა ბეშუმს უკვე კურორტის სტატუსი აქვს. ბეშუმში 20-30-ის გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა. დეტალები ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში. ზღვის დონიდან 2500 მეტრი, უნიკალური ჰაერი, წყალი და თვალწარმტაცი ბუნება. ეს აჭარის მაღალმთიანი კურორტი ბეშუმია. აჭარის მკვიდრი დევრის კოშალაძე ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც ზაფხულს ყოველწლიურად ბეშუმში ოჯახთან ერთად ატარებს. ამბობს, რომ ეს ტერიტორია მის წინაპრებს საზაფხულო იალაღებისთვის შეუძენიათ. დღესაც მომთაბარეთა უმეტესი ნაწილის საქმიანობა სწორედ მესაქონლეობაა. Კარაქი იყო თუ ყველი იყო თუ რაღაცა პირუტყვი, მაგრამ იმით ისე შეისყიდეს ეს მთლიანი ტერიტორია. შედიდან დაგვიტოვეს და დღეს ჩვენ მათ ტრადიციას ვაგრძელებთ. ეს იგი ჩვენ რასაც ვატარებთ ჩვენ ესე იგი სეზონი მეორე სეზონამდე ჩვენ მოყოლება ჩვენი ამით. ამდენხანს შევიდეთ. ხო, ჩვენი ნატურალური პროდუქტი ჩვენ მაგათი არც გავყიდეთ, არც ვიყიდა, იმით ესე იგი ჩვენ ვართ ესე იგი მაყოფილი. საზაფხულო საძოვრებად შეძენილმა ტერიტორიამ და მოგვიანებით მასზე გამართულმა ინფრასტრუქტურამ დამსვენებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია. ყოველწლიურად ბეშუმში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან უამრავ დამსვენებელს ღებულობენ. განსაკუთრებით დიდია ახალგაზრდების ინტერესი, რომლებიც იქ ჯგუფებად დადიან და სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებში ღებულობენ მონაწილეობას. ძალიან ბევრი რაღაც თვერთობით ცენტრში ჩავდივარ, ქვედა ცენტრში ჩავდივარ, აქ რაღაცებს თამაშობ, ვაკეთებ, ცეკვა, ხერი, ძალიან ბევრი რაღაცა. ცხოვრობ ბათუმში და ეხლა ვარ დასასვენებლად ამოსული. ბავშვების, შვილიშვილების ერთად ვატარებთ დროს, რა ვიცი, უხიარულობთ, ცეკვავთ, მღერით. კურორტის უნიკალურობის მიუხედავად იქ ჩასული დამსვენებლის თუ მომთაბარის ყველაზე დიდ პრობლემას ბეშუმამდე მისასვლელი საავტომობილო გზა წარმოადგენს. მათი განცხადებით, მაღალმთიან აჭარაში მკაცრი ზამთრის შემდეგ გზების შეკეთებას ყოველწლიურად ხელახლა საჭიროებს. შეფერხებები არის ახლა გზებზე, იმიტომ რომ ძალიან მოდროობა ჭირს. ისეთი არის, რომ ხანდახან ღამეც საშიშია, მანქანას ვერ უცილდება და აი ეს პრობლემები ამ ხალხს მოუგვარდება და ჩვენ ესე მთიანობენ უკეთესი დასასვენებელი კურორტი იქნება და ხალხი იქნება მადლიერი. ბეშუმში ასულ დამსვენებელს ადგილობრივი ხელისუფლება ყოველწლიურად აგვისტოს თვის პირველ კვირას საერო დღესასწაულს შუამთობას უმართავს. დღესასწაულის ფარგლებში კურორტზე სხვადასხვა ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში ტარდება. ბეშუმში ასული დამსვენებელი კურორტ სასწავლო პროცესის დაწყებამდე ტოვებს. მომთაბარეები კი თავიანთ პირუტყვს და აქ მოწეულ დოვლათს ოჯახებში გვიან შემოდგომით პირველი თოვლის მოსვლამდე დააბინავებენ.